მიკროსკოპის ქვეშ ასე გამოიყურება ცოცხალი ბაქტერია, რომელიც ფერმაში ხშირად დიდი პრობლემის გამომწვევია. უყურე ვიდეოს ბოლომდე და გაიგე, როგორ ხდება ბაქტერიების ამოცნობა სწორი მკურნალობის დასაგეგმად. ბაქტერიის იდენტიფიკაცია დავიწყეთ სასაგნე მინაზე ბაქტერიის მოთავსებით. ნიმუშს დავაკვირდით მიკროსკოპში, რათა დაგვენახა ბაქტერიების ძირითადი თვისებები. პირველ რიგში შევამოწმეთ ბაქტერია მოძრაობდა თუ არა. ჩვენ შემთხვევაში ეს ბაქტერია მოძრავია. შემდეგ ჩავატარეთ ოქსიდაზას ტესტი. მუქი ასავნისფერი ლაქა ნიშნავს, რომ ტესტი დადებითია. შემდეგი ეტაპი არის გრამის წესით შეღებვა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდი ბაქტერიების კლასიფიკაციისთვის. შეღებვის შემდეგ ვხედავთ ბაქტერია გრამდადებითია თუ გრამუარყოფითია. და რა ფორმა აქვს მას. ეს ბაქტერია არის გრამუარყოფითი ვარდისფერი შეფერილობის. ჩატარებული ტესტებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით საბოლოოდ ავირჩიეთ ბიოქიმიური API ტესტების სისტემა, რომელიც გვეხმარება ბაქტერიის სახეობის უფრო ზუსტად განსაზღვრაში. გამოყენებული ტესტები გვაძლევს საშუალებას ზუსტად დავადგინოთ, რომელი ბაქტერია იწვევს დაავადებას. როდესაც ვიცით კონკრეტული გამომწვევი, შეგვიძლია სწორად შევარჩიოთ ანტიბიოტიკის და პრევენციის გზებიც. სწორი იდენტიფიკაცია ნიშნავს უფრო ეფექტურ მკურნალობას და ნაკლებ დანაკარგს ფერმაში.